კახაგალაძეს დღეს გქონდა კიდევ ერთი შთამბეჭდავი პრეზენტაცია, ახლა უკვე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. დღევანდელი პრეზენტაცია, როგორც მოგეხსენებათ, ეხებოდა ინფრასტრუქტურის საკითხებს, ასევე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ქალაქის დასუსტებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასე შემდეგ. ხო, ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ბუნებრივია, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8 წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად, ეს არის პირველ რიგში პირადად კახაგალაძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავხატო კახაგალაძეს კიდევ ერთხელ 8 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერის გუნდს მინდა მადლობა გადავხატო. ბატონო ირაკლი, ცნობილი გახდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც გაუგზავნეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. რა სიახლეებს ელოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მის განახლებას და ზოგადად ამბობს? რა თქმა უნდა, მომგამდინარეს დანიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისებრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამდინარეს ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით და თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე უახლოეს თვეების განმავლობაში უკვე შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 1 და 2 წლის წინ. ბატონო ირაკლი, ლევან ხარაბაძეა დანიშნული ამ თანამდებობაზე, ის იქნება მამუკა მდინარეძის მოადგილე. ეს ადამიანი, როგორც ვიცით, წლების განმავლობაში თუ შეიძლება იგივე თემა რო ამოწუროთ. ლევან ხარაბაძესთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, რომელიც არის მამუკა მდინარეძის მოადგილე. 2009 წელს იყო ვერის პოლიციის უფროსი და მონაწილეობას იღებდა ადამიანების დარბევის დროს. თქვენ ამომრჩევლს პირდებოდით, რომ ქართულ ოცნებას, ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრაობას დაასრულებდით, გაასამართლებდით ნაცებს და ასე შემდეგ. ახლა კიდევ ნაცების დროს დამნაშავე მოძალადე, ასე ვთქვათ, ძალოვნებს ნიშნავთ მაღალ თანამდებობებზე და ეს ორმაგი სტანდარტია. პირველი ლევან ხარაბაძე არის ძალიან ღირსეული კაცი, ყველა სამსახურში ის ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო ჩვენ გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე შიდა ქართლის მხარეში. ეს არის ძალიან ღირსეული კაცი, რაც შეეხება ნაცებს, ნაცები მოიგითხეთ თქვენსკენ, კონკრეტულად თქვენი ტელევიზიის. ბატონო ირაკლი, 2015 წელს გამოკითხვაზეც იყო ეს ადამიანი დაბადებული და მის წინააღმდეგ გამარჯვებაც იყო ნაცების ტელევიზია, ნაცებზე რო გითხვასოს, ეს არის უბრალოდ ღმერთის. 2009 წელს ეს ადამიანი ვერის პოლიციის ხელმძღვანელი იყო. უარყოფთ ბატონო. შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა საპოლიციო სისტემას, ხო, თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება ნაცობას, ნაცები მოიგითხეთ თქვენკენ, ხო, თქვენ კარგ საქმეებს აკეთებენ ეს ადამიანები, ვინც ნაცების დროს აშავებდნენ? თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ეხლა ცუდ საქმეებს აკეთებთ. ეს ადამიანი დამნაშავე არის თუ არა, ბატონო ირაკლი? არა, ნაცების მაღალ ჩინოსანს რომ ნიშნავთ, ახლა მაღალ თანამდებობაზე. პოლიციაში მუშაობდა, მაშინაც 25000 კაცი. და დარბევაში მონაწილეობდა ადამიანები. 25000 კაცი, 25000 კაცი მუშაობდა მაშინ პოლიციაში. მის წინააღმდეგ რა შეეხება ნაცებს, ეს არის თქვენს მიერ დამკვიდრებული სისტემა, სისხლიანი სისტემა და დღემდე ემსახურებით თქვენ ნაცებს. ამიტომ თქვენ ნაცებზე გითხებს დასვლა. ნაცებით არიან დაკომპლექტებული თქვენი მაღალი თანამდებობები. ნაცებით არის დაკომპლექტებული თქვენი ტელევიზია. კი, ნაცებით არის, როგორ გეკადრებათ, ტყუილებს ამბობ და ნაცებით არის დაკომპლექტებული. ლევან ხარაბაძე არის პოლიციელი იყო, რა თქმა უნდა, ისე როგორც 25000 კაცი, ამ 25000 კაციდან 20000-ზე მეტი ღირსეული ადამიანი და ლევანი არის ღირსეული კაცი. და რაც შეეხება უღირს ნაცებს, ისინი არიან წარმოდგენილი ჭარბად თქვენს ტელევიზიაში. რატომ დაიწყო მის წინააღმდეგ მაშინ გამოძიება? ნაცები მოიგითხეთ თქვენს ტელევიზიაში. ნაცების ტელევიზიაში მუშაობ. და კითხებსო ნაცებთან დაკავშირებით, ეს ხო აბსოლუტურად ნაცთან დაკავშირებით, რომელიც ახლა თქვენ აბსურდული რამეა. ნაცების ტელევიზია, ნაცებთან დაკავშირებით კითხებს არ დასწრებს. ხელმძღვანელის მოადგილე იქნება. ამ ადამიანზე გეკითხება. მაღალი თანამდებობის რაც შეეხება კი ნუ ჩვენ ნახეთ სახედაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, ისტერიულ
მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სახე აქვთ დაკარგული, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, არქიფოს ეთურის მრევლი, ჩვეულებრივი არქიფოს ეთურის მრევლი, ნაცი ტიტუშკები, ნაცი ორკები, ეს არის მათი რეალური სახე. ხო, ტრაგიკულია მათი მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მართლა ყველანაირი დახმარება გაუწიოთ მკურნალობის ჩათვლით, თუ დაექვემდებარებიან ამ ყველაფერს, მართლა ტრაგიკულია ამ ნაცი ორკების და ასე ვთქვათ, ნაცი ტიტუშკების ქმედება გუშინ იყო აბსოლუტურად ტრაგიკული. თქვენგან მოიგეთ. მე ერთსამ არ მაინტერესებს თქვენი ვიდეოები. ეკა ოდიშარიასთან. ჩვენ თუ ლაბარაკი მოგვინდება, ჩვენ თუ დავალაბარაკებით, მაგრამ თქვენ დაალაბარაკეთ თქვენ ტიტუშკებს და თქვენ ორკებს. ორმაგი სტანდარტი. მოგეწონებთ თუ არა? ორმაგი სტანდარტი არ არის, როდესაც წინების გამო აქტივისტებს აკავებთ და ქართული ოცნების წარმომადგენელი თუ იგინება. თქვენი პარტიის წარმომადგენელი ორკები და ტიტუშკები გუშინ მოქმედებდნენ უსაქციელოდ, ეს არის თქვენი პარტიის სახე. ესენი იყვნენ ნაცი ორკები და ტიტუშკები. დეკაუდიშარია რომელ სტანდარტით მოქმედებს? თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ტიტუშკების მოქმედება. ქართული ოცნების ახალგაზრდობის ხელმძღვანელი გიორგი შუკვანი, რომელმაც მოქალაქეებს აკურთხა. თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ტიტუშკების მოქმედება და არჩეს მე შევაფასებ. ანუ თქვენ დასჩით ამ ადამიანებს, რომლებიც აქტივისტებს ადგენდნენ ბატონო. ამის დაგმობა რეაგირებას მოახდენთ გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით. გამოახდინონ რეაგირება მოქალაქეებს, რომ შეაფუთხა თქვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა. ყველას გვახსოვს პირდაპირ გამოდიოდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას. ხო, ესენი იყვნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მაგალითად ეს იყო უშუალო საბჭოს დივანი, ეს იყო პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, ესენი იყვნენ დეპუტატები და ამ შემდეგ ისინი პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახსნას და როდესაც ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, გახსოვთ რა მოაყოლეს ამ ყველაფერს. ასე მე მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოსთან ელჩი იმ საბაბით, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები. ხო, უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა, ეს არის ხელის გულზე. ამას ადასტურებს რა თქმა უნდა დამატებით უკრაინის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აქ ყველაფერი დევს ხელის გულზე, პირდაპირ ღია განცხადებები გვესმოდა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი. პასუხს გავცემთ თქვენ თქვით ოდიშარია საქმესთან დაკავშირებით და პასუხის გაცემაში რაც გულისხმობთ თუ შეიძლება ის თემა რო ამოვწევთ ჩვენ გავცემთ პასუხს და არა, თუ მოგვინდა რაიმეზე საუბარი ბექაუდიშარიასთან, რაშუაშია პასუხს გაცემა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ შეაფასეთ თქვენთვის მისაღები იყო თქვენ შეაფასეთ, მეკითხებით მაგას. არ გაგცემთ მაგაზე პასუხს. თქვენ შეაფასეთ ნაცი ორკების და ნაცი ტიტუშკების გუშინდელი სამარცხვინო. არა, მე ვსაუბრობ თქვენ პარტიას. ჩემი პარტია არის ჩემი საქმე. ჩემი პარტია არის ჩემი საქმე, ვის რას დავალაბარაკებით. თქვენ შეაფასეთ ნაცი ტიტუშკების და ნაცი ორკების საქციელი. არა, ერთ წამით კაცო. თქვენი ნაცი ტიტუშკები დაუშელები უნდა დარჩნენ? მათ ხომ ისჭი ნაცი ტიტუშკები, არა რომ რას ქვია კაცო, გუშინ ვინც სამარცხვინოდ მოიქცა, ვინ წავიდა ციხეში იქიდან. პოსტების გამო, Facebook პოსტის გამო ვინ წავიდა ციხეში? მაგალითად თია წულუკიანის წინააღმდეგ, ვინც კი არა, Facebook პოსტის გამო, არა, ციხეში გაშვება რა შუაში, ციხეში გაშვება რა შუაში. ვიტყუებით ყველა სიტყვაში. გავიგეროთ ყვილების ლაბარაკი არის თქვენი ტელევიზიის ხელწერა. ციხეში პოსტის გამო, არა ციხეში უშვებთ პოსტის გამო თქვით ყვილი. არა, ერთ წამით კაცო. ციხეში გავშვეს. კურთხება, ძალადობა, უსაქციელობა, ეს არის ნაცი ტიტუშკების და ნაცი ორკების ხელწერა. თქვენ შეაფასეთ თქვენი პარტიის ნაცი. თქვენ შეაფასეთ, არა, თქვენი ფურთხებოდით, მათ შორის 28 ნოემბრიდან, თქვენი ფურთხებოდით და ვინც იფურთხებოდა, ეხლა იმათ აცხადებთ სინდისის პატიმრად, ვინც იფურთხებოდა, ვინც ქვებს ისროდა, ვინც ასაფეთქებლებს ისროდა და შემდეგ. ნაცი, თქვენ ხართ სამარცხვინო პარტია. თქვენი ტელევიზია არის სამარცხვინო ტელევიზია, იმიტომ რომ არის სამარცხვინო პარტიის ტელევიზია. რატომ ამაზე მოახდენთ თუ არა ბატონო ირაკლი რეაგირებას?
ნუ ზოგადად შემაშფოთებელი არის რა თქმა უნდა Deep State-ის გავლენები მსოფლიო მასშტაბით თქვენ ხედავთ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია და ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები, ხო? იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა 4 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს რომ ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს Deep State-ის გავლენას, საბოლოოდ თეორიულად იმედი გვაქვს რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას და არჩენი დაულოდოთ მოვლენების უკან ბატონო ირაკლი უპასუხო დატოვებული წერილების შემდეგ რამე გეგმა გაქვთ აი მაგალითად იმ შემთხვევაში თუ დონალდ ტრამპი თუ შეიძლება კითხვასო თუ დონალდ τρამპი ვერ დაამარცხებს გაღიზიანებული ნუ ლაბარაკობთ დამშვიდით დაწყნარდით ესვის რომ სანერვიულოა რაც ახარ გეგმა რა გაქვთ იმ შემთხვევაში თუ ეგრეთ წოდებული ესვის რომ სანერვიულოა როდესაც ხარ დამარცხებული ნაცების ტელევიზია მაგრამ ნუ გაღიზიანდებით პარტიული ტელევიზიის ნაცი პარტიული ტელევიზიის ნაცი აქტივისტები ხართ თქვენ გეგმა გვაქვს ყველაფრისთვის დაგვაცანით თქვენი გეგმა მაგალითად ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა არ გადაიტორთება და ახალი ფუნქციები ეხლა დავიწყებ გეგმის გაცნობას თქვენთვის კი საქართველოს მოხალხეებს და მე საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოხალხე არა ამ თემაზე გეკითხები ბატონო ირაკლი ეთანხმების ზაზა შათირიშვილს რომ ტრამპიც წარმოადგენს Deep State თქვენ იცით რომ ჰელსინკის კომისიაში მძლავრობენ Deep State-ის წარმომადგენლები და მათ დაიბარეს Deep State-ის აგენტები ხიდაშელი ზურაბიშვილი ნუ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანო ასე გამოვიდა ჰელსინკის კომისიას აბსოლუტურად სასიცილოა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაკარგეთ ბატონო ირაკლი მიგითხრათ ყველაფრის იმედი გვაქვს ჩვენ არაფრის იმედი დაკარგეთ თქვენ ნაცებმა დაკარგეთ ყველაფრის იმედი ნაცებს არაფრის იმედი აღარ აქვს ადრე იმედი მაინც გქონდათ ეხლა იმედიც აღარ აქვს თქვენი სახელით 13 წელი სულგმლობდით იმედით ნაცები და ეს იმედიც დაკარგეთ ყველაფერზე გვაქვს ჩვენ ბასილებას გამოთქვამდით იმის გამო რომ ტრამპი არ გაგზავნა ყურადღებას თქვენს პარტიას ქვეყანად საუბრობს იგივე რამისნებით ჩვენთან დაკავშირებით ქონდათ უკრაინას ომის ჩართვასთან დაკავშირებით აი ამით რა დასტურდება თქვენთვის რეალურად ჩვენ ვიცით ერთი მთავარი რამ რომ არსებობდა კონკრეტული გეგმა კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით და ეს იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ამასთან დაკავშირებით ჩვენთან მოდიოდნენ Deep State-ის წარმომადგენლები და ღიად ითხოვდნენ დაახლოულ კარს მიღმა მეორე ფრონტის გახსნას ამაზე თქვი თუ არის და ამას მოყვა შემდეგ შანტაჟი ამას მოყვა კანდიდატის სტატუსის აღმოცემა მე მოლაპარაკებების არ გახსნა შუალედებში კიდე 1000 რამ უკრაინის ხელისუფლებისგან აგრესიული განცხადებები აცადე კაცო რა მოგე მართლა გაღიზიანებული ხარ და რა მოგივიდა აბა რა ხარ კაცო არ შეიძლება ესეთი გავიგე რომ 13 წელი ხართ დამარცხებულ მდგომარეობაში მაგრამ ნუ გაღიზიანდებით ნუ გაღიზიანდებით ყველაფერი გვაქვს ხშირად ამბობთ თუ ყველაფერი ყველაფერი თუ შეიძლება ეს ამოვწუროს 13 წელი ესვის რომ 13 წელი დამარცხება მარცხის მდგომარეობის ყოფნა არის ძალიან მძიმე მდგომარეობა თუმცა ნუ გაღიზიანდებით ნუ ჩავარდებით ისტერიკაში შეგვეთ ბედს ეს არის ჩემი მოწოდება ეს არის თქვენი პასუხი ეს არის ნაცები ვერასდროს ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში რაც არ უნდა ისტერიკა მოაწყოთ ამიტომ შეგვეთ ბედს იგი ყველაზე კითხვაზე ანუ მტკიცებულებები არ გაქვთ მაქვს რატომ არ ესაჯეროვებთ ამ მტკიცებულებებს თქვენ ურთიერთდებით ეროვნულ ინტერესებს ურთიერთდებით ეროვნულ ინტერესებს ბატონო ირაკლი როგორი არის მათი როლი აქციებში და ეს ყველაფერი ხომ არ გამოიწვევს ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვას ამ NGO-ების წარმომადგენლებიც არიან ჩვეულებრივად არქიფოს ბრევლი და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან, უბრალოდ თვითონ არიან ამ ორკების შემადგენელი ნაწილი, ხო? გუში რომ ვიხილეთ ჩვენ ნაცი ტიტუშკები და ნაცი ორკები, ასეთია ზუსტად ამ NGO-ების ლიდერების სახეც, ხო? და ყველა სტრაიგული ამ ყველაფერში ის არის, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ევროკომისიის ანგარიშის შესახებ აქ წერია, რომ თქვენ მიერ მომზადებული ანგარიში დაუსაბუთებელ პასუხებს შეიცავს. შესაბამისად გამოდის თუ არა რომ თქვენ არაფერი გააკეთეთ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად და ამ უვიზო მიმოსვლის დაკარგვა გამოვა თუ არა სწორედ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ევროკავშირის ბიუროკრატიასთან ჩვენს ურთიერთობას, ხო? კიდევ ერთხელ ყველას ვეუბნებით. დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რა უდგას წინ ჩვეულებრივად დაждდომა